რა მნიშვნელობაა? რა მნიშვნელობაა? გამავალესო განკარგულება გაქვს საკრებულო სინანახი? განკარგულება არ ვიცი. ეხლა ხოდან რახეთ კაცო? რომელი კაცო რახეთ განკარგულება? წამის მერე ვილაპარაკო. 150 მუხლის გუდავს, ხო? განკარგულება ნახე. როგორ აქვს? განკარგულება ნახე, სად შეიძლება პლაკატის გამოკრა, ბანერის გამოკრა და მერე ვილაპარაკო. მე დამავალეს. 150 მუხლი არ მეწია. წადი სასამართლოზე იჩივლე. უნდა დააფიქსირო, მე და სასამართლოში უნდა იჩივლო. მე უნდა დააფიქსირო სასამართლოში. წადი, სასამართლოში იჩივლე. რატომ უნდა მიჩივლო დღეს სასამართლოში? დღეს ვიდან მიჩივლო? მომისმენს, ვინა დღეს იჩივლე ხვალ. მე ხო ისრო, მე ხმადაბლა ვილაპარაკო. ხმადაბლა საუბარი. გამთავრდება დღეს, ხვალ, ყველაფერი და ყველას მე საჩუბარი არა. აგასვამო, ხელი უნდა ჩამოვარდო. მოიცა დამალაპარაკე. ის ხო იყო კანონდარღვევა ვიღაცა დედამხედველებას კი არ ევალება, ვისაც ევალება. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ მოძრაობას ევალება კანონით აკვეთა. კანონით ვისაუბრებ, ვისაგინათ ლაპარაკი ისევე. კანონით რომ საუბრობ, იმიტომ გეუბნები რომ 150 მუხლი საერთოდ არ არის ნორმალური ზეგი ნახსენები და ჯერ ის გაერკვი. კანონით დაწესდარით მეც ჩემი ვერ ვიცნობ გადაწყვეტილებას, ვერ ვიცნობ ზმაო მე. დააცალიეთ. დააცალია ლაპარაკი. საკიანო ჩოხატაური და ლაქსმი. მე რო გეუნებ წეტილში მით მე მაგას ვამბობ. ეს არის კულტურული ზეგი. ეგ არ შეიძლება 105-იანის ჩამოკიდება, არც 51-იანის, არც 37-იანის, 38, არც ერთი ჩამოკიდება. შო, ამით დავამთავროთ. აი, კარგი, ახლა მე გეტყვი. ეს ეგ არ შეიძლება და ერთო საკუთრებაზე რა თქმა უნდა მისი თანხმობის თემური ბატონო. უნდა შეუდა. თემური ბატონო. მაგარი რაღაცა. მე ყველას ვაგივრა დემონსტრაციას გაქცევ. და ვერც რაღაც ვალდებულებას მართალი, ახლა ეგ არ შეიძლება და მაგრამ მე ელემენტარულ რაღაცას გეუბნები. მოხდა ესეთი ფაქტი. ეს ფაქტი ვინ უნდა აკვეთოს? უნდა აკვეთოს თუ არა? პასუხისმგებელმა პირმა, ზედამხედველობის სამსახურმა თუ უნდა აკვეთოს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა პირმა? რომელმა უნდა აკვეთოს? კი ბატონო, სად არის ზედამხედველობა? დაფიქსირებული არის, რომ საარჩევნო კომპანია, რომელიც მდებარეობს საარჩევნო კომპანიის ბანერი, რომელიც მდებარეობს ეგრეთ წოდებული მოდინახესისკენ ასასვლელ გზაზე, ჩამოგდებული იქნა გარკვეული პირების მიერ. ადგილზე გამოსულ დადგენილი იქნა, როცა პოლიციის თანამშრომლები საფიქსირებენ და ასევე საკრებულოს წევრებიც, რომ მართლა მოხდა ჩამოგდება ამ ბანერის, მაგრამ ისინი განმარტავენ, რომ ეს იყო კანონის დარღვევით დაყენებული ბანერი, რამე თუ საკრებულოს ქონა გამოცემული რაიმე ტიპის რაღაც ტიპის დადგენილება, რომელიც გზალავს ამ ადგილზე ბანერის დადგმას. თუ ამას მართლაც ჰქონდა ადგილი, რასაც მე ვერ დავაფიქსირე, მაგრამ თუ ჩემთვის უცნობია ეს ფაქტი, თუ ჰქონდა კიდევაც ადგილი, მაშინ საკრებულოს შესაბამის წარმომადგენელს, ეს არის ზედამხედველობის სამსახურს, უნდა გამოესა რაღაც აქტი, რომელიც საუბარს ან განცხადება მოემართა ჩვენც რომ მოეხსნა ბანერი, თუ ამას არ განახორციელა, შემდგომში მოეხსნა თვითონ, ან დავეჯარიმებდა. ეს ადგილი არ ქონია და სავარაუდოდ იგი ჩამოხსნილი იყო ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის მიერ, ოღონდ ვის მიერ, კერძოდ მე ვერ დავაფიქსირე, რამე თუ ჩემს უცნობია ეს პირები. ეს ფაქტი თავისი შინაარსით, თავის არც ნიშება ადმინისტრაციული წესით და ჩვენ ვიმართ შესაბამის ორგანოებს და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მოდინახის ციხესიმაგრეზე გადმოფენილი იყო ჩვენი საარჩევნო ნომერი 51 წარწერით ქართული ოცნება. როგორც აღნიშნულმა პიროვნებამ გვითხრეს, კანონი კრძალავს ისტორიულ ძეგლებზე რამე ამ აბრევიატურის დატანვას რა. როგორც კანონი მიგვითითებს, ეს კანონდარღვევა უნდა აღკვეთოს ზედამხედველობის სამსახურმა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ ამოვიდა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა სრული შემადგენლობით მათ ლიდერებთან ერთად და ჩამოხიეს ეს ბანერი. მაშინ, როდესაც გუშინ 12 საათზე საარჩევნო კამპანია შეწყდა და მათ არ ქონათ ამის უფლება.